ახლო აღმოსავლეთში გართულებული ვითარების ფონზე ირანმა სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი დროებით შეაჩერა. რა იცვლება მსოფლიო ბაზრებზე, სადაც მიწოდების ჯაჭვები უკიდურესად გართულებულია, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე პროცესებს საქართველოში სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის კუთხით. თემაზე ვრცლად ხილბოსნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ვახტანგ ბეჟიტაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. თავდაპირველად მაყურებლისთვის რომ განმარტოთ გლობალურ ბაზრებზე როგორი სურათი გვაქვს, როგორც აი ამ ეთერის დაწყებამდე მე ვეცნობოდი სხვა ინფორმაციას, რეალურად საკმაოდ რთული მდგომარეობა მიწოდების ჯაჭვების კუთხით და მათ შორის განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე იყო საუბარი, ასევე ხილბოსნეული, რომელიც მალფუჭებადია და შესაბამისად ამ კუთხით განსაკუთრებულად სენსიტიურია ეს თემა. რა ხდება მსოფლიოში და მე უკვე ბუნებრივია შევეხოთ საქართველოს ნაწილსაც. მოგესალმებით, უსურვებ მშვიდობას პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამეზობლოს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები არის თქვათ ისეთი გლობალური მასშტაბის მოვლენა, რომელიც ყველა ქვეყანაზე ახდენს გავლენას, მათ შორის თქვენ ახსენეთ ნავთობის ფასის სწრაფი და მკვეთრი და ასევე ლოჯისტიკური პრობლემები, ეს თავისთავად ცხადია. ეტაპობრივად ყველა სფეროზე და ყველა მიმართულებაზე აისახება. მათ შორის არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, პირველადი მოხმარების პროდუქცია, რომელსაც ძალიან სენსიტიური მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ფასები თავისთავად ცხადია, ვერ შენარჩუნდება და გარკვეულ, ასე ვთქვათ, ანუ აქ ამ შემთხვევაში განმაპირობებელი არის ძირითადად ნავთობის ფასი და მერე დანარჩენი თუ დაუშვათ ყველაფერი ერთად ქმნის აი ამ გაურკვევლობას. პირველ რიგში მოთხოვნა მიწოდების ბალანსი ირღვევა ამ შემთხვევაში ლოჯისტიკიდან გამომდინარე, როდესაც პროდუქციის ნაკლებობა იქნება და ვერ იქნება დროული მიწოდება, თავისთავად ცხადია ეს ფასზე აისახება. ნავთობის გაძვირება ეს ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაშია. გამომდინარე იქიდან რომ პროდუქციას ჯერ უნდა მოიხმაროს ეს ნავთობი და შემდეგ ომში აისახება რა თქმა უნდა მის ფასზე, მაგრამ პირველ დარტყმას ასე ვთქვათ ფასებს მიაყენებს თავისთავად ლოჯისტიკური პრობლემები და ის რომ ირანმა შეაჩერა ექსპორტი. ამდენად დიდი დაუშვათ ექსპორტიორი იყო სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ირანი, იმიტომ რომ ბევრი ანალიტიკოსის სტატია იყო რომ საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის პროდუქტების კუთხით დანარჩენ მსოფლიოს. მიუხედავად იმისა რომ მოგეხსენებათ ირანი სანქცირებული ქვეყანა გახლავთ მთელი ცივილური სამყაროსგან, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და კონკრეტულად პირველადი მოხმარების ასე ვთქვათ პროდუქციისთვის ეს სანქციები ბარიერი არ იყო, შემოდიოდა ჩვეულებრივად საქართველოსთან სავაჭრო ბალანსის კუთხით ირანს საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ დადებითი ბალანსი ჰქონდა, ანუ ჩვენთან ბევრი პროდუქცია შემოდიოდა ირანიდან, ვიდრე ჩვენგან გადიოდა. სასოფლო სამეურნეობაზე მაქვს ამ შემთხვევაში თავისთავად ცხადია სხვა ტიპის პროდუქციაც შემოდიოდა, მაგრამ სასოფლო სამეურნეო კუთხით საკმაოდ დიდი მოცულობები და საკმაოდ ისეთ ფასებად, რომელი ფასიც მაგალითად არ გააჩნია თურქეთს, არ გააჩნია აზერბაიჯანს. გამომდინარე იქიდან რომ ირანში ენერგომატარებლების ფასები და პროდუქციის მოყვანა მუშახელი ძალიან იაფია და მათ შესწევთ უნარი და თვითონ ისეთი სავარგულები გააჩნიათ და ისეთი მიწები აქვს, სადაც დაუშვათ ბუნებრივ პირობებშიც ძალიან დიდი მოსავალი მოდის და შესაბამისად ირანული პროდუქცია ფართოდ იყო წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე და ეს თავისთავად ცხადია საფასო სეგმენტზეც ასახული იყო და დღეის მონაცემებით უკვე გამოგზავნილი მანქანები რაც არის იმასაც კი პრობლემები აქვს. აი ახლა უახლოესი ცნობები გვაქვს იმის შესახებ რომ აზერბაიჯანის ტერიტორია იქნა დაბომბილი, რაც რა თქმა უნდა ძალიან სახიფათო და საშიში ამბავია, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში ხდება ეს ყველაფერი და შესაბამისად აზერბაიჯანმა დაკეტა ტრანზიტული გზა ირანული ტვირთებისთვის და ეს უკვე ტრანზიტული გზა შემოდიოდა საქართველოში მომავალი ტვირთებისთვის და დარჩენილი არის ერთი მხოლოდ და მხოლოდ სომხეთის გავლით თუ ტვირთებით საერთოდ წამოვა იქედან და ეს გზა კიდევ ძალიან ეგრეთ წოდებული მეღრის ასე ვთქვათ უღელტეხილი ძალიან საშიში მონაკვეთია და ფაქტურად გამტარუნარიანობა ძალიან ნაკლები გააჩნია და აქედან მომარაგების კუთხით ძალიან ნაკლები იმედი გვაქვს და ფასები თავისთავად ცხადია გარკვეულწილად მოიმატებს. ოფიციალურ სტატისტიკას თუ უყურებთ რაღაც განსაკუთრებული მაჩვენებლები, მათ შორის იგივე სასოფლო სამეურნეო პროდუქციების ექსპორტის კუთხით თითქოს არ ჩანს. დღეს საქართველოს ბაზარზე ამდენად არის გაჯერებული დაუშვათ იყო ყოველ შემთხვევაში ირანული სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, რომ მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფასზე?
დიახ, მთელი რიგი მიმართულებები, როგორც მოგახსენეთ, ირანში პროდუქციის წარმოება ძალიან იაფიჯდება და შესაბამისად მთელი რიგი მიმართულებები, ასე ვთქვათ, ირანს თავისი გარკვეული ნიშა ეკავა ქართულ ბაზარზე და შესაბამისად ფასის, ასე ვთქვათ, ნაკლებობიდან გამომდინარე, მათ პროდუქციას აქ ფართო გასაღება ჰქონდა, თუმცა ისე არ იქნება, რომ რა თქმა უნდა, ის პროდუქცია არ ჩანაცვლეს, უახლოეს სამეზობლოდან, მაგალითად თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან მოხდება გარკვეული სეგმენტების ჩანაცვლება, თუმცა ეს იგივე ფასად, რა თქმა უნდა, არ იქნება. ეხლა კიდევ ერთხელ სულ ვამბობდი ყოველთვის თქვენთან, მათ შორის თქვენ ეთერებშიც, როგორ კარგად გამოჩნდა სასურსათო უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, აუცილებლობა და ჩვენ ქვეყანას რომ ჭირდება დაუშვათ ის, რომ გარკვეულ პოზიციებზე ჩვენ გქონდეს ადგილობრივი წარმოება ძლიერი, აი ნებისმიერ დროს ამ ფეთქებად საშიშ სიტუაციაში, თანამედროვე სამყაროში, პირველადი მოხმარების, ასე ვთქვათ, საქონელი აუცილებლად უნდა ქვეყანას გარკვეულწილად თვითკმარი ქონდეს და ჩვენ უნდა შევძლოთ იმდენი, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად იყოს. ეხლა რა მდგომარეობა გვაქვს ამ ნაწილში, რასაც განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტების თვითკმარობა ჰქვია? ეხლა ვერაფრით დავიკვეხნით, არ გვაქვს ის მდგომარეობა, რომ ჩვენ დაუშვათ გქონდეს ნახევარს მაინც რო აკმაყოფილებდეს, ეს არ შეეხება რაღაც ისეთ ეგზოტიკურ ხილს და რაღაცა ისეთ პოზიციებს, რომელზეც თქვათ საქართველოში არ შეიძლება ამის მოყვანა და ასე თქვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გამოყვება, აქ არის საუბარი ელემენტარული რძის პროდუქტებიც ირანიდან შემოდიოდა, მაგალითად ეხლა ისეთი პროდუქტი როგორც არის კომბოსტო, ისეთი პროდუქტი როგორც არის ტაფილო, ეს კარგი ასე თქვათ შემნახველი მეურნეობების არსებობის პირობებში და კარგი თანამედროვე ტექნოლოგიებით მიწის მოვლის პირობებში, სარწყავწვეთოვნები არის აქ, ახალი ჯიშები არის თანამედროვე, ასე ვთქვათ, პირობებში შესაძლებელი, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნას და მთელი რიგი პოზიციები საექსპორტოდაც გავამზადოთ. ამას უბრალოდ კარგი მენეჯმენტი ჭირდება და ისეთი ხალხის, ასე ვთქვათ, დაინტერესება ჭირდება მაღალი პოლიტიკური წრეებიდან დაწყებული საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, მიმართულება მაქვს ხედველობაში, ასევე თვითონ კერძო პირების დაინტერესება და ტექნოლოგიების მოზიდვა და მთელი რიგი სისტემური პრობლემები გახლავთ, როგორც არის კორუფცია, როგორც არის დაუშვათ სხვადასხვა ბიუროკრატიული მექანიზმები. ერთი მაგალითი შემიძლია გითხრათ, რომ აი პირადი გამოცდილებით რამოდენიმეჯერ მაქვს მიმართული ეკონომიკის სამინისტროს კონკრეტული მიწის ნაკვეთზე არის საუბარი, დაახლოებით 200 გექტარი ფართობია და სამჯერ გამცეს პასუხი, რომ ეს არის საძოვარი და ვერ გადმოგცემთ იჯარით. მაშინ, როდესაც ეს არის სახნავ სათესის ავარგული ოფიციალურად და ამასთან დაკავშირებით აი ესეთ ბიუროკრატიაში ეს მიწა არის დაახლოებით 10 წელი, 15 წელი დაუმუშავებელი, არც გადასახადი შედის, არც მატერიალური დოვლათი იქმნება და ასეთ პირობებში არის უამრავი მაგალითი შესაძლებელია ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ძალიან კარგად უნდა იფიქროს ხელისუფლებამ იმასთან დაკავშირებით, რომ ესეთი მიმართულებები საკმაოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით აი ესეთ კრიტიკულ პირობებში, როდესაც როგორც არის ომი და ჩვენს გარშემო ასე ვთქვათ არასტაბილური მდგომარეობა. კიბნეულია ეს საკითხი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის იმპორტი ვახორციელებთ, განსაკუთრებით მაგალითად იგივე ხილზე, ბოსტნეულზე, თითქოს ამ ყველაფრის მოყვანა ჩვენ შეგვიძლია, თუმცა რეალობა გვაქვს ისეთი, როგორიც გვაქვს, რომ იმპორტი საკმაოდ დიდ წილს იკავებს ქართულ ბაზარზე. ეს არ ნიშნავს, რომ იმპორტი არ უნდა იყოს, უბრალოდ ბალანსი გულისხმობს ამ შემთხვევაში. რა მიმართულებებზე გვაქვს, მოდი ასე ვიკითხავ მაშინ, რეალური პრობლემა და გამოწვევა. მაგალითად, ხილბოსტნეულიდან ხილის მიმართულებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, წარმოების კუთხით თუ ბოსტნეულში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ დახლებზე ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ წილად იმპორტირებულს, თუმცა მოთხოვნა მათ შორის ქართულ პროდუქციაზე საკმაოდ დიდია საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ნუ შესაძლებელია ითქვას თანაბრად ორივე მიმართულებაზე არის პრობლემა, გამომდინარე იქიდან როგორც თქვენ აღნიშნეთ, როდესაც მიდის მომხმარებელი დახლებზე ალაგია ძირითადად იმპორტული პროდუქცია და ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი პროდუქცია არ არის სათანადოდ და დარგები არ არის სათანადოდ ძლიერი იმისათვის, რომ მოიყვანოს პროდუქცია, აქ უკვე კონკურენციის ამბავიც არის გარკვეული მიმართულებით, რა თქმა უნდა, იმპორტის სრულად შეზღუდვა არც არის რეკომენდირებული და ჩვენ ღია ეკონომიკის და ღია ბაზრის ქვეყანა ვართ, თანამედროვე ცივილური სამყაროს, ასე ვთქვათ, ნაწილი ვართ და გვინდა, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა იყოს დაუშვათ ევროპული ოჯახის წევრი და იქ თანამედროვე ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ ადგილობრივი წარმოება ძალიან ხელი ეწყობა და საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება ამ კუთხით, რომ სოფლის მეურნეობა და ის დარგები, რომელიც ადგილზე შესაძლებელია, რომ მუშაობდეს და ქმნიდეს პროდუქციას და მოსახლეობას ასაქმებდეს, აუცილებლად ეს ყველაფერი გამოყენებული უნდა იქნეს და მათ შორის ერთ-ერთი უძვირფასესი რესურსი, რაც არის მიწა, ქართული მიწის ძალიან დიდი ნაწილი არის დაუმუშავებელი და აქედან გამომდინარე ამას მთელი რიგი, ასე ვთქვათ, მიზეზები გააჩნია მიწის
ფრაგმენტაცია არის თავის დროზე არასწორი რეფორმის შედეგად და ვერ დაალაგდა ეს სიტუაცია, რომ მეურნეობები გამსხვილდეს პირველ რიგში, რომ მეურნეობებს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მოიძიდოს მეტი ინვესტიცია, მეტი განათლება მიცეს დაუშვათ თავის თანამშრომლებს და ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით გახდეს სოფლის მეურნეობა მომგებიანი, როგორც ეს მთელ სოფლიოში არის და სადაც ფული ჩაიდება და ასევე ფულს და მოიტანს როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე მოსახლეობისთვის და რაც თავარია ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქციის დაუშვათ შეთავაზება მოხდება ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანია და დიდი იმპორტი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან თლად კარგად ვერ არის დაალაგებული როგორც ხილის, ასევე ბოსტნეულის მიმართულებით. სხვადასხვა მიმართულებებზე გარკვეული პროექტები, რა თქმა უნდა, განხორციელდა, გაკეთდა რაღაცები, მაგრამ ეს არ არის ის ხელშესახები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, იგრძნობს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ვახტანგ ბეჟიტაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.